Marcos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, ვაგრძელებ სოფლიოს დღიურებს, ეს არის ეპიზოდი მე-3, რომელსაც პირველი ტურის დასრულების შემდეგ, სადაც გამოიკვეთა გუნდები, ფავორიტები, შედეგები ვნახეთ ჩვენ პირველადი და ამავე დროს შეგვიძლია გავზომოთ სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების ეფექტიც, რამაც შედეგებზე თავისი გავლენა მოახდინა. ის რაც ხელოვნური ინტელექტი წინასწარ ითვლიდა სხვადასხვა ფაქტორებს, პრაქტიკულად თითქმის სრული სიზუსტით გამართლდა. ჩვენთვის საინტერესო იქნება მიმოხილვა ამ ფონზე მთელი ამ პროცესის. ჩვენს ეპიზოდებს ვწერთ კუსტბაზე, კუსტბა Beach Club-ში, სადაც ეწყობა ფეხბურთის ჩვენებები. ჩვენი ეპიზოდები განთავსებულია პლატფორმაზე საქართველოს 3:0, სადაც გთავაზობთ სხვადასხვა პოდკასტს თანაწამყვანებთან ერთად და პირველი კითხვით პირდაპირ დავიწყებ. ვინ მოახდინა ყველაზე მეტი შთაბეჭდილება პირველი ტურის შემდეგ და რამდენად არის ეს გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობთ? ვინ მესიმ გუნდმა მაინც საფრანგეთთან, იმიტომ რომ ავდა რთული მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აშკარად გამოიკვეთა ვარსკვლავების არაკლია, თუმცა აქ ერთი მომენტია, რომელზეც აი მამუკასუ ამახვილებს ყურადღებას. კლიმატი, დრო და ასე შემდეგ, საფრანგეთი თამაშობდა პრინციპში შუა დღეზე, ნიუ-ჯერსის სტადიონზე, რომელიც არ არის დახურული და პირველ ტაიმში თაკარამ, ესე თქვა, ციცხე იყო აშკარად მზე აჭერდა. ტემპი დაუვარდა. ხო, ტემპი დაუვარდა და ამიტომაც იყო, რომ პრაქტიკულად დაჯობა პირველ ტაიმში სენეგალმა, მეორე ტაიმში საფრანგეთი უცებ გამოცოცხლდა თამაშდა. ეს უმეტესობა ცხადია ახსნა ტაქტიკური გადანაცვლებით ოლისე ცენტრში, მაგრამ მე ახსნიდი კიდევ იმით, რომ აშკარად მეორე ტაიმში კიდევ ღრუბელი ჩამოეფარა მზე, ჭრილი იყო. და ამ ჭრილში გათანაბრდა როგორც ჩანს, ესე თქვა, საფრანგეთი უფრო ათამაშდა, ამოისუნთქა რა, იმიტომ რომ გასაგებია მზეში სენეგალს მე გაცილდებით ესე თქვა მეტი უპირატესობა ექნება, ხო? ალბათ ერთ-ერთი ამ ხრივ სენეგალს თუ გაუწესონ კონკურენციას მაროკო იქნება და სხვა აფრიკული გუნდია რა. ჩემზე სხვათ შორის საუთგეიტის ინგლისის მერე შეტევაში ინგლისმა მოახდინა ჩემზე ასე ვთქვათ, შტაბეჭდილება არ ველოდი. თუმცა მეორე მხრივ საუთგეიტის გუნდისგან განსხვავებით დაცვაში ვერ გამოიყენეს უბრალოდ ვთქვათ მეტოქეებმა, თორე საკმაოდ ბევრი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით ბევრმა გუნდმა ძალიან კარგად აჩვენა თავი, მაგრამ მაინც მგონია, რომ უპირატესობა გააჩნიათ იმ გუნდებს, რომელთაც პირველ ტურში გაუჭირდათ. როგორც ესპანეთს, ესე პორტუგალიას, ინგლისი, ხორვატია იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ თავიდანვე თითქოს მიეცა ზედმეტი უპირატესობა ინგლისს. ანუ პრაქტიკულად პირველი გოლი იყო რაღაცა, აი ძალით გატანილი, ძალიან შემთხვევითი პენალტი, ორჯერ დარტყმული პენალტი და ნუ რაღაცა და ამ თამაშის მოტრიალებაც კი რამდენჯერმე ხორვატიამ შეძლო, მიუხედავად რომ ბოლოს მაინც წააგო. უფრო იქნებოდა კარგი თანასწორობა. გადაბერებული ძალიან ხორვატია, რომელსაც პიკი ჰქონდა 8 წლის წინ. ერთი რაც მნიშვნელოვანია, რომ აი რამდენად ითამაშებს ეს მიუხედავად მთელი ამ ხელშეწყობის ფაქტორებისა, რა ტრაექტორიას გაივლის ნაკრები, თან ეს იქნება პირველი ჩემპიონატი, სადაც ფინალამდე გასულ გუნდს 8 ტურის გავლა მოუწევს, ხო, 8 თამაში მოუწევს. და ვისაც ხვდება წინააღმდეგობა, იმას მეტი შანსი აქვს, რომ ბოლომდე არ ჩანს მისი პოტენციალი, მეტი შანსი აქვს, რომ ისწავლოს შესწავლებს და პროგრესირდეს მთელი ამ ჩემპიონატის ცვლილობისას. ბაშურ საფრანგეთის მეორე თამაშში ერახთან ისევ ღია სტადიონზე უწევს ფილადელფიაში, ანუ ორი საკმაოდ მძიმე ჯგუფური თამაში აქვს. ერახთან თუ მოიკვინო გასულია ცხადია ჯგუფიდან და მესამე თამაში როგორც ახასიათებთ ფრანგებს დიდი ხანია მას აკეთებენ. შეუძლიათ დაასვენონ გუნდი, გამოიყვანონ მეორე შემადგენლობა, ამის უფუნება ახლა როგორ აი მეორე შემადგენლობასაც შეეხება, როცა უყურებ გუნდებს თან ეთამაშება სენეგალს. მთელი სენეგალის ნაკრები თამაშობს ან საფრანგეთში, ან ინგლისში და ასაკოვნები არაბეთში. ანუ პრაქტიკულად და რაღაცა ეთნიკური შემადგენლობით უყურებ რაღაცა ერთნაირ გუნდებს, ესე ვთქვათ, სადაც არის განსხვავება, რომ ვინც უფრო ნიჭიერი და გამორჩეულია, ისინი როგორც წესი კლუბებს მიყავთ ზევით და მერე ხვდებიან რაღაც სხვა ქვეყნის ნაკრებში, ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ფიზიკური მონაცემით, ეთნიკურად, ნუ ეხლა შავკანიანები არიან, ხო, ყველანი. და თითქოს პირველი ჩემპიონატია ეს, სადაც ხედავ აი ესეთ შერევას ძმები თამაშობენ სხვადასხვა ნაკრებში. ზიდანი, რომელიც აქამდე იყო ფრანგი, შვილი ალჟირის მეკარეა. ერთი შვილი ალჟირის მეკარეა. მეორე შეიძლება ესპანეთში გაზრდილი იქ ითამაშოს. მესამე შეიძლება საფრანგეთში დარჩეს. უკვე ჩვენ ხედავთ აი ინტერნაციონალიზაციას უკვე ამ ფეხბურთის და რაღაცნაირად ნაკრებები თითქოს ემსგავსებიან კლუბებს. ამუკა რომ მოუყვეთ
გავლენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კიდე იქონიებს ეფექტს გეოგრაფიის, კლიმატის და დროის გავლენა თამაშებზე. ანუ რა დაგვითვალა თავიდან ხელოვნურმა ინტელექტმა და რამდენად შესრულდა შემდეგ ეგ? ხო, აი ხელოვნურმა ინტელექტმა პირველ ტურში, პირველი რაც ხაზი გაუსვა ხაზი ეგრეთ წოდებული ცირკადული რითმის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას და ეს ცირკადული რითმი რაში მდგომარეობს? მდგომარეობს დღის რომელ მონაკვეთშია თამაში. და ეს უკვე აკლიმატიზაციასთან არ არის კავშირში, უბრალოდ ასე ვთქვათ, ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად ყველა თამაშობს საღამოთი, ანუ მათი ორგანიზმი ისე აწყობილი, რომ საღამოზე არის დატვირთვები. ახლა 12 საათი ნიშნავს ძალიან უცნაურ და ზოგისთვის 10 საათი. ახლა ჩეხები გუშინ კიდევ 2 საათით წავიდნენ, ანუ გვადალახარიდან ატლანტაში წავიდნენ და შესაბამისად დაახლოებით დილის 10 საათზე თამაშობდნენ. ხო, ძალიან და რეალურად გამართლა, იმიტომ რომ 7 თამაშიდან სადაც ფავორიტები და შედარებით დაბალი დონის გუნდები თამაშობდნენ, მხოლოდ გერმანიამ ძალიან დიდი კლასისში განსხვავების გამო მოიგო. დანარჩენ შემთხვევებში მოულოდნელი ფრეები დაფიქსირდა, ხო. შესაბამისად, მაგრამ პლუსი ის არის, რომ ასეთი ტიპის თამაშები, რაც უფრო წინ მივდივარ, შემცირდება. და პრაქტიკულად აღარ იქნება შუა დღისას არც ერთი თამაში, ანუ 4-5 საათზე ადგილობრივი დროით არ იქნება. მესი პრაქტიკულად თამაშობს სახლში. ის ყველაზე მეტად არის ალბათ ადაპტირებული იმ გარემოს, ყველა სტადიონზე ნამყოფია. ეს ყველაფერი ის დიდი ხანია იქ ცხოვრობს და რაღაცნაირად მიჩვეულია და არა მხოლოდ ის, ხო, ბევრი არგენტინა ისედაც იმ მერიდიანზე იმყოფება. სხვების შემთხვევაში, ანუ სხვა ლიდერებმა, ამის პრაქტიკულად ის დღესასწაული, რაც მესი მოაწყო და აჩვენა, ამის საპირისპირო იყო, რაც მოახდინა პორტუგალიამ, ხო, მისმა ლიდერმა კრისტიანო რონალდომ. მე არ მეკვირს. რომელმაცაც მოუწია მესის გამარჯვების ფონზე თამაში, შესაბამისად მოლოდინი მის მიმართ იყო მაღალი, ის იყო რაღაც ძალიან მშიერი ბურთის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს ვერცერთი შედეგი ვერ გამოიყენა. ეს გაკვეთილი აქვს თუ არა პორტუგალიას რესურსი, რომ რაღაცნაირად გამოიყენოს. 4 წლის წინაც კი ვერაფერი ვერ გაკეთა ისეთი პორტუგალია, მაშინ როცა რონალდო იდეაში უკეთეს ფორმაში უნდა ყოფილიყო, ხო? და 4 წლის წინ, როცა ეს გუნდი იყო, მე მგონი ნაკლებად ძლიერი ვიდრე ახლა, იმიტომ რომ ახლა ეს ვიტინია ფანტასტიკურ ფორმაშია და რა ვიცი, ნახევარი PSG პორტუგალიელები არიან, ხო? და ამ გუნდს ეხლა კი ვიცი ზოგიერთისთვის მიუღებელი მკრეხელობა რონალდოს კრიტიკა, მაგრამ ეხლა სადაც ნაპოლეონი გააკრიტიკეს თავისი კატასტროფული ომების გამო ბოლოს, რონალდოს კრიტიკა რა პრობლემა არ მესმის. ეს ადამიანი ძირავს გუნდს თავისი ამბიციით და სკამზე მას ვერ სვამს ეს მარტინეს. სხვა შორის ფაქტორი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. არც ერთ გუნდს არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყავდა უცხოელი მწვრთნელი არასოდეს. ამ მარტინესმა შმაიხელმა თქვა გუშინ გაანიევა ბელგიის საუკეთესო თაობა და ეხლა გაანიევებს პორტუგალიის საუკეთესო თაობასო და იმიტომაც გაანიევებს რომ მარტინეს სხვა თუ არაფერი არ აქვს შნორო უთხრას რონალდოს დაჯექის სკამზე. ესაც შეძლო ზიდანმა 10 წლის წინ დასვა სკამზე ზოგიერთ თამაშზე დაასვენა, თორსა რონალდო იყო ჯერ კიდევ მაშინ 31 წლის, მაგრამ მაშინ მიხვდა ზიდანი რომ დაჯდა შვილოს სკამზე, იმიტომ რომ თელ სეზონს ვერ გაკაჩავ, მაგრამ ამის თავის ხადი, ამის რეპუტაცია და წონა არ აქვს ეხლა მარტინეს ისნაირი მწვრთნელს და შესაბამისად მე მგონი რომ პორტუგალიის ფიასკო გარდაუვალია და ამ ფიასკოს პერი იმედია მწვრთნელს გამოცვლიან და მე იმედია რონალდოს მიხვდება რომ დაანებოს ამ გუნდს თან, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი თაობაა და არ შეიძლება ნიჭიერი თაობა გადაყვეს მის ეგოს, ხო? აი ნაპოლეონი ახსენე და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, ძალიან საინტერესოა გეოპოლიტიკური გადახვევა რომ გავაკეთოთ. რონალდოს აი ამ აღწერილობაზე მე პირადად მახსენდება ხოლმე ტრამპი, ხო, რაღაცა თავისი ამ თავდაჯერებით, მაგრამ შედეგი გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო. ჩვენ რახან ჩვენ პლატფორმაზე მეორე პოდკასტიც გვაქვს, ვრცელი ისტორია და ძალიან მსუყედ გვაქვს ნაპოლეონზე ნასაუბრები და ამავე დროს ვერსალის ზავებიც არაერთი აღწერილი. მოხდა ისე, რომ ირანთან ხელშეკრულებას ტრამპმა ხელი მოაწერა ვერსალში. ეს რას გაგონებს შენ? აი ამ ისტორიულ დღეებში. ნუ ეხლა ეს ამერიკას კი არ დააქცევს, მაგრამ იმის ფონზე რომ თავიდან იყო საუბარი უპირობო კაპიტულაციაზე და მოაწერა ხელი ისეთ შინაარსის დოკუმენტს, რომელიც პრაქტიკულად ირანს უფრო გაძლიერებულ სტოვებს, ვიდრე ირანი იყო ომის დაწყებამდე, ნუ ამაში კარგი არაფერია, საბოლოო ჯამში ხადი. პირველ რიგში ეს დაარტყამს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს დაარტყამს ისრაელის ინტერესებს და პოზიციას რეგიონში, ასაკურველი ამერიკას ეს არ დააქცევს,
მაგრამ ცხადია ზესახელმწიფოსთვის მსგავს შეთანხმებაზე ხელის მოწერა ეს რეპუტაციული ზარალი სერიოზული რეპუტაციული ზარალი და უკან დახევაა. თორემ შეიძლება ეხა პრინციპში ამ მას ყველაზე ნაკლები ზარალი მიადგა, იმიტომ რომ ჰორმუზის რუდი დაიკეტა, იმიტომ რომ თავის ნავთობი ოხრა დააქვს და ზარალი უფრო მიადგა ევროპას და ისე, მაგრამ და იაპონიას და ჰონკონგს. კი, ხო, მაგრამ ნატო ნავთობზე ხო ტაივანს. ნატო ნავთობზე ხო არა რომელიც საქმე. ირანზე. მაგრამ როგორც თქვით, უკვე ფეხბურთელად ამას გადაფარავს ნაწილობრივ. თუ ნახოთ როგორ აისახება ეს ირანის ნაკრებზე, ხო, რომელსაც იქ ხა, ანუ არის ხოლმე რეალობა, მე არსებობს აღქმები, ვინ როგორ კითხულობს ამას, სხვა შორის მე შეხვდა ადამიანები, რომელსაც ბოლომდე არ ჯერათ, ანუ პირდაპირ ვერავინ ვერ იძახეს, რომ ტრამპმა ხო გაიმარჯვა ამ ომში, რასაც ჩვენ შეიძლება ირონიით ვილაპარაკოთ ხოლმე, მაგრამ მათ არ ჯერათ, რომ ეს მართლა ხდება, რომ ესეთი რამეზე ამერიკამ ხელი მოაწერა, ხო, რაც არის პირდაპირ მარცხი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამას ფუთავს თავის რაღაც ესეთი თითქოს გამარჯვებულ რიტორიკაში. ამას ამცვლელებას ჩვენ ვხედავთ. მეორე მხრივ შეიძლება გამარჯვებად ჩაუთვალოთ იმ გაგებით, რომ ამ ხელშეკრულების მოწერით პრინციპ ხელის მოწერი ხელშეკრულებაზე მემორანდუმია ჯერ მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველად გამოქვეყნდა რაღაცა, რომელშიც ორივე მხარე შეთანხმდა და ანუ ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული 14 პუნქტიანი შეთანხმება ამჯერად დაემთხვა ერთმანეთს. ისრაელი და რუსეთი ძალიან ცდილობდა ამერიკის გრძელვადიან ომში ჩათრევას. აი, აქედან გამომდინარე ამან გადაწყვიტა რომ რეპუტაციული ზარალის გათვალისწინებით, რომ ჯობია რეპუტაციული ზარალი ამ ეტაპზე განვიცადოთ, მაგრამ არჩევებად იმ ხანგრძლივ ომში, რომელსაც ამ შემთხვევაში ისრაელი და რუსეთი ცდილობდა და იმპერიის გადაჭიმვის თვალსაზრისით overstretch-ი რასაც ქვია, ხო რა, ის გამოც ყველა იმპერია საბოლოო ჯამში დაინგრა. ფაქტია, რომ ირანმა თავის ტაქტიკით, როცა შენ იბომბები უფრო ნადგურდები, მაგრამ გრძელვადაში აღწევ გამარჯვებას, ისეთი გაკვეთილი შექმნა, რაც მე მგონია, რომ ამით სარგებლობს რაღაცნაირად ბაძავს ამასაც უკრაინა, იმიტომ რომ ის ახერხებს, რომ თავის მიწა კონდეს დაკარგული, იქ იყოს გაუბედურება, მაგრამ მიაყენოს მოწინააღმდეგეს ძალიან სერიოზული დარტყმები. აი, ამ ტაქტიკას რამდენად ვნახავთ ჩვენ ფეხბურთშიც, როცა ეს გუნდები თავის რაღაც გარკვეულწრფელოვან უპირატესობას ფავორიტების წინააღმდეგ გამოიტანენ, ჩემი აზრით ესეც იქნება ძალიან საინტერესო. რა მოლოდინი გაქვთ შემდეგისთვის, შემდეგი ტურისთვის და ეს ეპიზოდი ამ შეგვიძლია დავამთავროთ. მოლოდინი მაქვს, რომ ფავორიტებიც ათამაშდებიან, იმიტომ რომ აკლიმატიზაციაც მოხდება, სარტყლების ცვლილებისაც და ერთადერთი ისევ ესპანეთს მაინც ცუდი პირობები აქვს, იმიტომ რომ სიმაღლეზე ადის ბოლო თამაში ურუგვაისთან, თუმცა მეორე მხრივ ურუგვაიმაც ვერ აჩვენა ის თამაში, რომელიც რეალურად და რა კაი მწვრთნელი ყავს, ლეგენდარული ბასილე, რომელმაც გამოიყენა 94-ში ის არგენტინა, რომელიც აი ბოროტმა ფიფამ დაძირა ამერიკაში. კი ბატონო, ჩვენ ნახავთ. ანუ ბასილეს შანსი არ იქნება, თუ ამერიკაში ერთხელ დაიძირა, ეხაც ალბათ დაიძირა. რაღაცები ისტორიის გადაწერა რო ხდება, შეიძლება მოხდეს სრულიად სხვაგვარად ეს შედეგი. ომზე ახლა ახსენეთ და დაუმატებ კიდე, როგორც ომში ესე თქვა, ჩვენ უნდა გამოიყენო მაქსიმალურად შენი უპირატესობა და მოწინააღმდეგეს არ უნდა მისცე მისი უპირატესობის გამოყენების საშუალება. ანუ ხა, რა თქმა უნდა, ხა ირანი და ვერავინ ვერ შევა ამერიკასთან ღია ომში ხო ბრძოლის ველზე ყველა დამარცხდება. ამიტომ ასიმეტრიულ ომში უნდა ჩაითრიო და ეგეთი სიტუაცია ხა მაგალითად სიტყვაზე შენ თუ აყევი საფრანგეთს ვერტიკალურ თამაშში მოგიგებს. ასე რომ მოუკლა ვერტიკალურ თამაშში. ესპანეთის ბურთისფლობაში ვერ მოუგებ. ავტობუსი უნდა გაუკეთო და მე გამოიჭირო რაღაც კონტრშეტევაზე და ასე შემდეგ. ხო, ჩაუშალო ხო. ეს არის ყველაზე ესე თქვა ბანალური, მაგრამ ყველაზე ძველი და ყველაზე გამოცდილი ესე თქვა მოგებს. რის გამოც მე თამაშების დიდი ნაწილი აბსოლუტურად უინტერესო ხდება სანახაობრივი თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ სხვა გზა არ არსებობს რომ სხვა გზა არ არსებობს, ხო. და რაც თავარია აქ შემოდის სწორედ წვრთნელის ფაქტორი იმ სტრატეგიის, რომელსაც ის გეგმავს, იმიტომ რომ ის თუ მას დიდი ამბიცია აქვს, ის არ უყურებს მხოლოდ ერთ თამაშს და ერთ მატჩს. მათ იცის რომ ამის შემდეგ კიდე აქვს სათამაშო. აქედან გამომდინარე, მან უნდა დაზოგოს რესურსი და თმობის ადგილას ჯობია დათმოს და რაღაცნაირად მიიღოს ზიანი და ოღონ იმისათვის რომ შემდეგ გრძელ კამპანიაში იაროს თუ მას მისი სურვილი აქვს, მაგრამ თუ ეხა უბრალოდ ხარკურასაო და გინდა მხოლოდ გამოჩნდე, მაშინ ყველანაირი ტაქტიკა გამართებული, ანუ გვირულად ბრძოლის ველზე დაცემაც ბევრი სხვადასხვა ამ ფენომენზეც ხურდება და ეს უხარიათ ხოლმე გმირულად სიკვდილი არის ეგეთი არჩევანი და ხვედრიც, მაგრამ დიდი გუნდები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები უყურებენ სტრატეგიას. ჩვენ დაველოდოთ, ჩვენი ეს ეპიზოდი დასრულებულია, ჩვენ დაველოდოთ განვითარებას, მეორე ტურის დასრულებას და შემდეგ კლავინდებურად დაგიბრუნდებით მსოფლიოს დღიურებით.